ეთერშია კურიერი 12 საათზე ახალ ამბებს თამარ ურუშაძე გაგაცნობთ. Am წუთებში პარლამენტში წინა ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომა მიმდინარეობს. დღეს პირველად განიხილება ბიზნესზე ზეწოლის და წამების ერთ-ერთი საქმე, რომელიც ბიზნესმენ ბესიკ ხარძიანს ეხება. სხდომაზე უკვე მოусმინეს ხარძიანის შვილს, შეხვედრაზე მიწვეულები არიან ასევე ხარძიანისა და უდესიანის ადვოკატების. კომისიის წევრების განცხადებით განიხილება 2011 წელს ხარძიანის დაპატიმრების, პენტენციურ დაწესებულებაში მისი წამების და არაადამიანური მოპყრობის ფაქტები, რასაც მისი ჯანმრთელობის დაზიანება, ოჯახის დატერორება და ბიზნესის სარქმევა მოყვა. ჩვენ ახლა პარლამენტს და ლელა ჯავახიშვილს ჩართვათ პირდაპირ ეთერში, ის დეტალებს მოგვიყვება. ლელა, გისმენთ. რა ვითარებაში დაათმობინეს ბიზნეს წილები ბესიკ ხარძიანს და მისი ოჯახის წევრებს ამ საკითხზე დეტალურად ისაუბრა ბიზნესმენის შვილმა საგამოძიებო კომისიის სხდომაზე. მან ქრონოლოგიურად გაიხსენა მოვლენები, თქვა რომ პირველი კონტაქტი შედგა 2006 წელს უშუალოდ ზურაბადეიშვილთან, მაშინდელ გენპროკურორთან, შემდეგ უკვე განმარტა ისიც თუ რა ვითარებაში დააკავეს ბესიკ ხარძიანი ნარკოდანაშაულის საბაბით და შემდეგ უკვე ისაუბრა მისმა შვილმა იმასთან დაკავშირებით, როგორ განვითარდა მოვლენები პენიტენციურ დაწესებულებაში, სადაც მასზე სისტემატურად ხდებოდა წამება და არაადამიანური მოპყრობა. ნაწამები და შემდეგ უკვე მოკლული კაცის შვილის ფორმატში აღჭდომა და ამაზე თქვენს წინაშე საუბარი ძალიან რთულია, ხოლო მეორე მხრივ მე ამაყი ვარ, დავაწეული ბზი ვარ ამ სკამზე, ამ სავარძელში და მე ამ სავარძელს სიმართლის სკამად მოვნათლავდი. ძალიან კარგი იქნებოდა თქვენი კოლეგა ოპონენტები, მე მხედველობაში მაქვს ოპოზიცია, რომ ის ვაჟბატონები და ქალბატონები აი აქ ყოფილიყვნენ დღეს. ძალიან კარგი იქნებოდა, იმიტომ რომ პირველ რიგში მაინტერესებს რამდენად ექნებოდათ იმის გამბედაობა, რომ ჩემთვის თვალებში შეეხედა და ჩვენაირი ხალხისთვის. ბესო ხარძიანის ისტორია იწყება სადღაც 2006 წლიდან, როდესაც ზურაბ ადეიშვილმა, იმდროინდელმა გენერალურმა პროკურორმა ესე იბარებდა ბიზნესმენებს, პირდაპირ განუცხადეს, რომ კუსპაზე რომ სიხარ, კუსპა მოგეხსენებათ ყო სიხარ ერთ-ერთი ბიზნესი იყო მამაჩემის და განუცხადა პირდაპირ რომ უნდა გადაიხადო თანხა. ეს თანხა დაუსახელა 5 მილიონი დოლარი იყო. იმდროინდელმა ეკონომიკის სამინისტრომ საგვართვა სასტუმრო აფხაზეთი ძველი ესეთი მდებარეობდა ვაჟაზე, სადაც დედაჩემს ეკონომიკაშვილს ჰქონდა ქორეოგრაფიული სასწავლებელი ქართული ცეკვის. ესეც დაგვინგრიეს 2011 წლის 16 ფებრუარს მამაჩემს აჩერებენ ვარაზის ხევში, სოდის და კუდის თანამშრომლები. მამაჩემი მარტო ბზანდებოდა, გამოვიდა შეხვედრიდან და აი სადაც მოვყევი კონკრეტულად აი გააჩერეს და გადმოაგდეს მანქანიდან. პირველად როცა წყალში გარეული ეგრეთ წოდებული ნომერი გავიგეთ, ეს იყო ჰეროინი, ნარკოტიკული საშუალება, ჩაასხეს პირში. 2011 წლის 18 ფებრუარს უკვე შეასახლეს გლდანის მერვე საპყრობილეში. მამაჩემი ვინც იმ დროს ციხეში იჯდა, ალბათ ყველას ემახსოვრება ეგრეთ წოდებული კარიდორი, რომელიც მამაჩემაც გაიარა. ცემატყებით, როგორც ხდებოდა სამწუხაროდ, ეს დავალება მოდიოდა გიორგი უდესიანისგან. ეს დაჭერა და შემდეგ უკვე ციხეში მასზე ფიზიკური ზეწოლა. გიორგი უდესიანის ახლო მეგობარი იყო იმდროინდელი გლდანის ციხის დირექტორი ალექსანდრე მუხაძე, მოგეხსენებათ, ზედმეტ სახელად კილერა, არ ვიცი როგორ მოახერხა ამ სახელის, ეს ხელი როგორ შეარქვეს, არ ვიცი, მაგრამ უკვე ნათელია კილერა რო ქვია ზედმეტ სახელად, რისი გამკეთებელი ხარ, ის იყო ადამიანი, რომელიც ტყუების გარეშე კლავდა ადამიანებს. ციხეში და აწამებდა და ამის ბევრი ფაქტი გვაქვს და მათ შორის ჩვენ საქმეშიც დევს. წავიდა უკვე ზეწოლა, ბესო ხარძიანზე, საკანში შესვლა, თავში ჩარტყმები, მაშინ როდესაც ეძინა თუ ეღვიძა, ამას მნიშვნელობა არ ქონდა.
საქმეს არაერთი ფიგურანტი ჰყავს ბიზნესმენის შვილის განცხადებით ბიზნეს წილების იძულებით დათმობის საქმეში ჩართულები იყვნენ უშუალოდ ნაციონალური მოძრაობის მაღალ ჩინოსნები ძალოვანი სტრუქტურებიდან მათ შორის გლდანის მერვე დაწესებულების დირექტორი ალექსანდრე მუხაძე კომისიის ხდომაზე დაისვა კითხვებიც იმის შესახებ თუ რამდენხანს მიმდინარეობდა ბესიკ ხარძიანზე ძალადობა მასზე ფსიქოლოგიური და მორალური ზეწოლა რამდენი ხანი გრძელდებოდა ესეთი ყოველდღიური ცემა და წამება? როგორც გითხარით, каранტინის ნაწილში 2 კვირის განმავლობაში, ჯერ მარტო каранტინში 2 კვირა ხარ უკვე წამება თან იმ დროინდელ დანის ციხეში და შემდეგ პლუს რომ გიმატებენ ციხლებს და სადღაც გაგზელდა ივნისამდე, იქამდე სანამ ყველაფერს, ანუ ეს წილები თვითონ აპრილში გადაფრთხონდა. მე ხა მიუყვები მესმის რომ ძალიან გრძელია თემა და მეც ვთილობ რომ თან რაღაცნაირად მნიშვნელოვანი ასე თქვათ ისინი გითხრათ და მოდი მაშინ დავაზუსტებ მაინც ხალხი გვიყურებს და ანუ 16 თებერვალს მოხდა დაკავება ივნისამდე ანუ 5 თვე გრძელდებოდა. 16 კი. აი მადლობა. ესე იყო პრინციპში პირველი აი როგორც გითხარით 15 აპრილამდე უნდა მომხდარიყო, არ ვიცი ეს 15 აპრილი მათთვის რა სიმბოლური ნიშანი იყო, უბრალოდ რაღაც დაგეგმილი ქონდათ ალბათ ეს 15 აპრილამდე უნდა მომხდარიყო ამის გადაფორმება და მოკლედ ბესო ხარძიანზე მიდიოდა ზეწოლა. ამ ზეწოლამ არაფერი ვერ გამოიღო, გარდა იმისა რომ ფიზიკურად ასე თქვათ ანადგურებდნენ, ვერანაირი შედეგი ვერ გამოიღო და შემდეგ უკვე მოიფიქრეს ესეთი რამ რომ დაავალა ალექსანდრე მუხაძემ ამ პატიმრებს რომ უნდა ეთამაშა ბესო ხარძიანს საკანში ვითომ ეგრეთ წოდებული მაზიანი მოგეხსენებათ ახლა იმ დროინდელ ციხეში ჯერ მამაჩემს რა ეთამაშებოდა ბოლო დაითანხმეს ამ ცემატყებით და ზეწოლით რომ ითამაშეს და ესეთ რამეზე შეთანხმდნენ რომ როდესაც გავალთ გარეთ თავისუფლებაზე ციხიდან რესტორანში დავპატიჟებთ ერთმანეთს. ეს უკვე შემდეგ სათავისოდ გამოიყენეს თავისი ჭკუით. მუხაძე უკვე აქ ჩაერთო მუხაძის მოადგილე თუ არ ვწდები ალექსანდრე ჯანჯღავა, მისი მოადგილე იყო დანის ციხის დირექტორის და ესეთი რამე ასე ვთქვათ გაითამაშეს რომ მოკლედ დაიწყე ხა შენ საუბარი იმაზე რომ ეს როგორც დაპატიჟება კი არ მოგიგია ამ პატიმარს უთხრეს. მოიგე როგორც რესტორანი, როგორც ობიექტი. ანუ ყველა ეს შვებოდნენ იმისათვის რომ ასე ვთქვათ კუსტომდე მისულიყვნენ. ბესო ხარძიანმა საკმაოდ ვრცლად ისაუბრა იმასთან დაკავშირებით, რომ სწორედ ალექსანდრე მუხაძე ავალებდა პატიმრებს, რომ ბესიკ ხარძიანზე მოეხდინათ ძალადობა, მასზე ფსიქოლოგიური ზეწოლა, იყო არაერთი მუქარაც, რომლის მიზანით საბოლოო ჯამში იყო გუსტვის წილების და სხვა ბიზნეს წილების იძულებით დათმობა, ასევე საუბარი იყო ამ სხდომაზე იმის შესახებაც, რომ ამ საკითხზე მოლაპარაკებებს პენიტენციურ დაწესებულებაში გიორგი უდესიანის სახელით მისი ადვოკატი აწარმოებდა. დაავალეს ამ პატიმრებს ბესო ხარძიანის ასე ვთქვათ წვალება, წამება, არაადამიანური მოპყრობა, მენტალურად გატეხვა, ფსიქოლოგიურად გატეხვა და ეს დავალება მათ უნდა შეესრულებინათ. წინაღნიურ შემთხვევაში ამ ადამიანებს ემუქრებოდნენ გაუპატიურებით. წავიდა უკვე ზეწოლა ბესო ხარძიანზე, საკანში შესვლა, თავში ჩარტყმები, მაშინ როდესაც ეძინა თუ ეღვიძა ამას მნიშვნელობა არ ჰქონდა. მამაჩემის გარდა სხვა ოჯახის წევრებსაც ჰქონდათ წილები კუსტვაზე. კომპანიის არსებული წილები, მის ძმას გია ხარძიანს ბიძაჩემს გარეთ გაუსწორდა გიორგი უდესიანი, როდესაც ბიძაჩემმა მოთხოვა მას დახმარება, იმიტომ რომ იცოდა რომ გიორგი უდესიანის ახლო მეგობარი იყო იმ დროინდელი სოდის ხელმძღვანელი დევი ჭელიძე. გიორგი უდესიანმა დაიბარა ბიძაჩემი, დაპატიჟა თავისთან ოფისში. იქ ესწრებოდნენ გიორგი უდესიანის სიძე ზაზაგუგავა და გიორგი უდესიანის ნათესავი ზურაბ უდესიანი კიდე ესწრებოდნენ ამ შეხვედრას და ბიძაჩემი ავიდა თუ არა ამ ოფისში პირდაპირ მონიტორი მოუტრიალეს ანახეს გია ხარძიანს ჩანაწერები
როგორ ცუდ კონტექსტში მოიხსენიებდა გიორგი უდესიანს და დაიწყეს ცემა. ამ სამმა ვაჟკაცმა მოკლედ გაიმეტეს ამის სასიკვდილოდ მიიყვანეს გიორგი ხარძიანი და ცემეს და ასევე ისიც დაუბარეს, რომ დევიჭელიძეს ეხლა ამოგიყვანთ თუ გინდაო, დახმარება ხო გინდოდაო და აურეკა დევიჭელიძეს, რომ აქ ამყავს და მოდიო, მაგრამ ამდენადაც ვიცი იბრძანდა იმდროინდელი დევიჭელიძის მოადგილე დავით ტაბუცაძე და წაქცეულ გია ხარძიანს წიხლი დააყოლა ზემოდან და ისიც უთხრა, რომ დროზე ხა თუ არ მიხედავთ საქმის დამწყილებს, თუ არ გადააფორმებთ, შენ აქ მოკვდები, შენ ძმას იქ მივხედავთ და მოკლედ კარგი მდგომარეობაში ვერ იქნებით. კომისიის ხდომაზე იგეგმება გიორგი უდესიანის ადვოკატის გამოკითხვაც, ასევე კომისიის წევრების შეკითხვებს პენიტენციური დაწესებულებიდან ონლაინ რეჟიმში უპასუხებს ზაზა გუგავა, რომელიც არის საქმის ერთ-ერთი ფიგურანტი და გიორგი უდესიანის ნათესავი. მადლობა. პარლამენტიდან ლელა ჯავახიშვილი იყო კურიერის პირდაპირ ეთერში. არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი მეგობარი აქტის მხარდამჭერი აქციისთვის ემზადება. მსვლელობა მარჯანიშვილის მოედნიდან პარლამენტამდე გაიმართება. მართულ გუნდში აცხადებენ, რომ მდიდარი NGO-ები, რომლებიც გარე ძალებისგან ფინანსდებიან, ქვეყნის ინტერესების საზიანო მოქმედებებს განაგრძობენ. ქეთი ზანთარაიას ჩავთვალთ ახლა მხარეების პოზიციებით პირდაპირ ეთერში გისმენთ ქეთი. არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ აქციასთან დაკავშირებით ჩვენ მოვისმინეთ ხელისუფლების ოპონენტების პოზიცია. ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები ამბობენ, რომ ისინი ნებისმიერ აქციაში მიიღებენ მონაწილეობას, რომელიც უკავშირდება ქვეყნის ევროინტეგრაციას და საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების ურთიერთობის მხარდაჭერას და ისინი მოუწოდებენ საზოგადოებას, რომ ეს აქცია და მარში იყოს ხალხმრავალი. ჩვენ რა თქმა უნდა დღეს გვქონდა ცდილობა, რომ დავკავშირებოდით თავად ამ აქციის ორგანიზატორებს, თუმცა ისინი მედიასთან საუბრისგან ჯერჯერობით თავს იკავებენ და იმ ბრალდებებთან დაკავშირებით, რომელიც ისმის ამ აქციასთან დაანონსებულ აქციასთან დაკავშირებით პასუხისგაცემა მოუწიათ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს. ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ მათ არ უკვირთ ის შეფასებები, რომელიც კეთდება ამ მარშთან დაკავშირებით და საუბარი არის იმასთან დაკავშირებით, რომ სახელმწიფო გუნდის მხრიდან ეს აქცია უკვე შეფასდა როგორც გარე ძალების მიერ მართული მარში. ის რომ ხალხი აპროტესტებს, ის რომ ხალხი ამ მოთხოვნებით გამოდის ქუჩაში არის არა გარე ძალების, არამედ შიდა ძალების და ქართული ხალხის პროტესტის გამოხატულება. ჩვენ რა თქმა უნდა იმ აქციაში, რომელიც ამ მეგობარი აქტის ხარდაჭერი იქნება, მივიღებთ მონაწილეობას და მოუწოდებთ ყველას აბსოლუტურად უსուցած მნიშვნელოვანი ამერიკასთან სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენა და ჩვენი ქვეყნის დასავლური ინტეგრაციის პროცესის გაგრძელება იყოს აქციაზე. მართulis დაძახილი მეგონი არავის აღარ გვიკვირს არაფერზე, რაც არ მოწონთ ყველაფერს მართულს ეძახიან, შესაბამისად არ ვიცი ეძახონ მართული. ჩვენ ყოველთვის ვიქნებით იქ, სადაც იქნება ხალხი. ნებისმიერ აქციაზე. კიდევ ერთხელ დავანახოთ ქუჩაში და დაინახოს ჩვენმა პარტნიორმა ქვეყანამ, რომ აქ არის ძალიან ბევრი ადამიანი, ვინც ამას აფასებს, პატივცემს და ვინც მოლოდინშია აი ამ აქტის შედეგების და ამ აქტის მიღების. მეგობარი აქტი, რომელიც საქართველოსთან მიმართებით არამეგობრულია. ასეთი არის ქართული ოცნების შეფასება სახელმწიფო გუნდში. ამბობენ, რომ ნებისმიერი ის ქმედება, რომელიც ახლა საქართველოში მიმდინარეობს, თუნდაც ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების ან არასამთავრობო სექტორის მხრიდან, კიდევ ერთხელ ამბობენ, რომ ეს ამ ყველაფრის მიღმა დგას კონკრეტული ინტერესი და მართული არის გარე ძალების მხრიდან. სწორედ ეს სუბიექტები არიან, რომლის მიმართაც ეს აქტი შეიძლება წყალებში მეგობრულად განვიხილოთ. ეს ხალხი მოქმედებს სწორედ იმ ძალების დავალებით, ვინც დააინიცირა ეს მეგობარი აქტი და ვისი მიზანიც არის საქართველოში იყოს არასტაბილური სიტუაცია, რომ შემდგომ შესაძლებელი გახდეს ხელისუფლების შეცვლა. ეს რო თავისი შინაარსით მეგობრული აქტი არ არის, ყველამ ძალიან კარგად ვიცით. ერთადერთი ვის მიმართაც შეიძლება
შეიძლება იყოს ეს აქტი მეგობრულად განწყობილი, არის ის დესტრუქციული ძალები, რომლებიც ცდილობენ საქართველოში ხელისუფლების შეცვლას, რომ შემდგომ ზუსტად იმ გეოპოლიტიკური ამოცანების შესრულებას შეუდგნენ, რასაც მათ deep state-ი ავალებს. ამიტომ ნამდვილად ამას მეგობარი აქვს, ვერ უწოდებ და ცოტა ცინიკურიც არის მსგავსი სახელწოდებით ამ აქტის განხილვა. მეგობარი აქტის განხილვა კონგრესში დაგეგმილი იყო სულ ცოტა ხნის წინ, თუმცა ეს საკითხი დღის წესრიგიდან მოულოდნელად ამოვიდა, ამოირიცხა და დაგეგმილი არის, რომ ამ დოკუმენტის განხილვა კონგრესში გაიმართოს მარტის ბოლოსთვის. მადლობა კეთი ზანთარაია საუბრობდა კურიერის პირდაპირ ეთერში პოლიტიკური შეფასებებით. საბოტაჟისა და მტრულ საქმიანობაში დახმარების საქმეზე პროკურატურა გამოძიებას განაგრძობს. 5 ფონდის დაყადაღების შემდეგ საგამოძიებო უწყება მათ საქმიანობას და ტრანზაქციებს სწავლობს. საუბარია ბოლო 4 თვეში დახარჯულ 2 მილიონ ლარზე. განცხადება გავრცელა ნანუკა ჟორჟორიანმა, ის გენერალურ პროკურორს მიმართავს, ითხოვს მისი ფონდისთვის ყადაღის მოხსნას და დებს პირობას, რომ ფონდი თანხებს პოლიტიკურ კონტექსტში არ გადარიცხავს და თანხა მხოლოდ მძიმე დიაგნოზის მქონე ბავშვებზე და სოციალურად დაუცველებზე დაიხარჯება. შეფასება უკვე გაკეთდა მმართველ გუნდშიც, სადაც ამბობენ, რომ ეს არის აღიარება, რომ ფონდების თანხები ქვეყანაში პოლიტიკური მიზნით იხარჯებოდა. ცხადია, რადგან გამოძიება დაიწყო, არსებობდა გარკვეული საფუძველი. ცხადია, რადგან მოხდა ამ ფონდების ანგარიშებზე ყადაღების გავრცელება, არსებობდა გარკვეული საფუძველი და ისიც ცხადია, რომ ფაქტიურად ნანუკა ჟორჟოლიანმა დაადასტურა, როგორც გავიგეთ მისი განცხადება, ის მან პირობა დადო, რომ მხოლოდ დაზარალებულებს დაეხმარებოდა ამიერიდან და აღარ მოახდენდა პოლიტიკური მიზნები თანხების გადახდას. მის შესაბამისად შეიძლება გარკვეულწილად ჩავთვალოთ აღიარებად დასტურად იმისა, რომ პროკურატურის ქმედებები და ის შინაარსი, რაც პროკურატურამ დაინახა ამ ფონდების მოქმედებაში, რეალობაში ესაბამება და ამ ფონდების ხელმძღვანელის მხრიდან ფაქტობრივად მოხდა ამის დადასტურება. რამდენიმე პირი დააკავა შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნარკოდანაშაულის ბრალდებით. საქმე ეხება ნარკოტიკული საშუალებისა და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა შენახვას და გასაღებას. დანაშაულები 17 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. გამოძიების ინფორმაციით დააკავებულების ნაწილი ნარკოტიკს მოქალაქეებზე ყიდდა. პოლიციამ რამდენჯერმე საკონტროლოდ შეისყიდა ნარკოტიკული ნივთიერება და ფაქტი ფარულად ჩაწერა. პოლიციამ ქვემო პოლიჭანელში დააკავებული ნარკორეალიზატორების სახლების ჩხრეკის დროს ამოიღო ჰეროინი, მარიხუანა, პრეგაბალინი და ფული. მესამე ადგილი შვეიცარიის და ამერიკის შემდეგ. შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით საქართველოს გლობალური ფინტექ სისტემის პიონერი ქვეყანაა, რომელმაც შესაძლებელი გახადა სახელმწიფო გადასახადების გადახდა ღია ბანკინგის გამოყენებით და კრიპტოვალუტის კონვერტაციის გზით. უწყება რამდენიმე პუნქტს გამოყოფს, მათ შორის ეს არის გადახდების ინოვაციური მეთოდები, ღია ბანკინგი, ტრადიციული და ციფრული ფინანსების გაერთიანება, გლობალური ბიზნესისა და კრიპტო ინვესტორების მოზიდვა და ახალი სტანდარტების დაწესება. საქართველოს ინარჩუნებს კვლავინდებურად მსოფლიოში მოწინავე როლს ციფრული არხების განვითარების კუთხით. ორი ეგრეთ წოდებული მესამე მხარის პროვაიდერების მიერ მოხდა უკვე ლიცენზიის აღება ღია ბანკინგის ნაწილში. კრიპტო გადახდებთან მიმართებაში საკმაოდ იშვიათად გვხდება ეს მიმართულება მსოფლიოში. სულ რამდენიმე ქვეყანაა, რომელიც ამ თვალსაზრისით ესე ვთქვათ, ამ სერვისს თავაზობს მომხმარებლებს. უკრაინის პრეზიდენტი აცხადებს, რომ დონალდ ტრამპთან საუბრისას ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ამერიკისთვის გადაცემის საკითხი არ განუხილავს. ამ თემაზე ზელენსკიმ ნორვეგიაში ქვეყნის პრემიერ-მინისტრთან პრეს-კონფერენციაზე ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ უკრაინის ტერიტორიაზე ყველა ატომური ელექტროსადგური არა კერძო, არამედ ხალხის საკუთრებაა. ზელენსკიმ აქცენტი გააკეთა ირიადში ამერიკა-უკრაინის მომავალ შეხვედრაზე და ყირიმის საკითხზე. Дай Бог, стороны домовляться. ღმერთმა ქნას გუნდებმა შეთანხმებას მიაღწიონ მოლაპარაკებებზე ტექნიკური ჯგუფებიც იქნებიან წარმოდგენილი. ჩემი აზრით გეგმა ასეთია: თავდაპირველად გაიმართება შეხვედრა უკრაინასა და ამერიკას შორის. შემდეგ კი როგორც ჩვენმა ამერიკელმა მეგობრებმა აღნიშნეს, დაიწყება ეგრეთ წოდებული მფრინავი შატლის დიპლომატია ამერიკა რუსეთთან. შესაძლოა რამდენიმე შეხვედრა ერთდროულად წარიმართოს. პრეზიდენტმა ტრამპმა მკითხა ჩემი ხედვის შესახებ ზაპოროჟიის ატომურ ელექტროსადგურზე. უპასუხე, რომ მისი მუშაობა შეუძლებელია, თუ კი ის
უკრაინის მმართველობის ქვეშ არ დაბრუნდება. ეს კანონსაწინააღმდეგოა, ის ასე ვერ იარსებებს. თუ ამერიკელები განიხილავენ ამ მდგომარეობიდან გამოსავალს, თუ სურთ ეს ატომური ელექტროსადგური რუსების ხელიდან გამოიხსნან და მზად არიან მის მოდერნიზაციაში თანხა ჩადონ, ეს სულ სხვა საკითხია. ეს განსახილველი თემაა. ჩვენ შეგვიძლია ამაზე ვიმსჯელოთ, თუმცა საკუთრების საკითხი პრეზიდენტ ტრამპთან არ განგვიხილავს. ყირიმი უკრაინის ნახევარკუნძულია. ტრამპმა ეს საკითხი ჩემთან არ ახსენა. ოდესღაც ნიუ-იორკში სექტემბერში ყირიმზე ვისაუბრეთ. მან მხოლოდ იკითხა, რატომაა უკრაინელებისთვის ყირიმი ასეთ ძვირფასი. მას გაგონილი ჰქონდა, რომ ჩვენთვის ყირიმი განსაკუთრებით საყვარელია. შტატებსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებების შემდეგი რაუნდი 24 მარტს შედგება. შეხვედრის ადგილი კვლავ საუდის არაბეთია. ტრამპის განცხადებით ძალიან მალე ხელს მოაწერს უკრაინასთან იშვიათი მინერალების შესახებ შეთანხმებას. ამერიკის პრეზიდენტი ამბობს, რომ მას ესმის წიაღისეულის ღირებულება და განსაკუთრებით აფასებს მას. ტრამპმა ისაუბრა უკრაინაში ომის დასრულებაზეც, თქვა, რომ მოლაპარაკებები წარმატებით მიმდინარეობს. Rare earths and minerals and lots of other things all over the world, but in particular Ukraine, we're doing very well with particular Ukraine. ჩვენ ძალიან კარგად ვმუშაობთ უკრაინისა და რუსეთის საკითხებზე. ძალიან მალე ვაპირებთ უკრაინასთან გარიგების გაფორმებას, იშვიათ წიაღისეულებთან დაკავშირებით, რომლებსაც უდიდესი ღირებულება გააჩნია. ამას ჩვენ ნამდვილად ვაფასებთ. ვისაუბრე პრეზიდენტ პუტინთან და პრეზიდენტ ზელენსკისთან. ჩვენი დიდი სურვილია ეს ყველაფერი დასრულდეს და ვფიქრობ, ამ მხრივ საკმაოდ წარმატებულად ვმოქმედებთ. იმედი მაქვს ყოველ კვირას ათასობით ადამიანის სიცოცხლეს გადავარჩენთ. სამი მოზარდი დაიჭრა ოდესაში ოკუპანტების სარაკეტო თავდასხმის დროს. მედიის ინფორმაციით საჰაერო იერიშების დროს ოდესაში ჩეხეთის პრეზიდენტი პეტერ პაველი იმყოფებოდა. მან საპორტო ინფრასტრუქტურა დაათვალიერა. ოლქში სხვადასხვა ლოკაციაზე გაჩნდა ხანძრები, დამწვარია სავაჭრო ცენტრი, მაღაზიები, დაზიანებულია მრავალსართულიანი კორპუსი. მიმდინარეობს სახანძრო სამაშველო ოპერაცია. აფეთქება იყო ზაპოროჟიეს ოლქში. თავდასხმა უპილოტო საფრენი აპარატებით განხორციელდა. დანგრეულია საცხოვრებელი სახლები და სავაჭრო ცენტრები. რუსეთი თავს დაესხა კრამატორსკსაც არიან დაშავებულები. მედიის ცნობით უკრაინულმა ძალებმა იერიში მიიტანეს კურსკის ოლქში ბენზინგასამართ სადგურზე. როიტერის ინფორმაციით ტრამპის ადმინისტრაციამ შეიმუშავა ახალი გეგმა, რომელიც ამერიკის მიერ გაცემული საგარეო დახმარების გადანაწილების სისტემას ცვლის. დაფინანსებას მხოლოდ ის სფეროები მიიღებენ, რომლებიც შეერთებული შტატების გეოპოლიტიკურ ინტერესებს შეესაბამება. გამოცემის თანახმად დაფინანსება უნდა განაწილდეს ვიწრო და სტრატეგიული ფოკუსით. გეგმა ასევე ითვალისწინებს USAID-ის 20-მდე ბიუროს გაუქმებას და სააგენტოსთვის სახელის შეცვლას. თურქეთში პოლიციამ აქციების დასაშლელად წყლის ჭავლი და ცხელმსადენი აირი გამოიყენა. ქვეყნის მასშტაბით ათასობით ადამიანი ქუჩაში სტამბოლის მერის ექრემ იმამოღლუს დაკავებას აპროტესტებს. იზმირში შეტაკებები იყო სპეცრაზმთან, ძალოვანებმა გამოიყენეს წყლის ჭავლი. ანკარაში დაპირისპირების დროს კი ცხელმსადენი აირი და ხმოვანი ყუმბარები. იმამოღლუ, რომელიც ერდოღანის მთავარი პოლიტიკური კონკურენტია, კორუფციისა და ტერორისტული ჯგუფის დახმარების ბრალდებით აიყვანეს, მასთან ერთად დაკავებულია 106 ადამიანი. ოპოზიცია პოლიტიკურ დევნაზე საუბრობს. Hakime, savcıya მათ იმდენად დაკარგეს წონასწორობა, რომ მზად არიან თავს დაესხან ჩვენს პოლიციას, დაემუქრონ მოსამართლეებსა და პროკურორებს. თუ ყურადღებით დააკვირდებით, სახალხო რესპუბლიკური პარტია და მისი მედია ვერც კორუფციისა და ქურდობის საკითხებზე პასუხობს, ვერც დიპლომის ჩამორთმევის ამბავს. ამის ნაცვლად მათ იოლი გზა აირჩიეს საკუთარი მხარდამჭერების პროვოცირება და ხალხის მოტყუება. საკითხები პოლიტიკურ სლოგანებამდე დაჰყავთ. აქედან კვლავ ვაცხადებ, სახალხო რესპუბლიკური პარტიის შიდა პრობლემები ქვეყნის და ხალხის საზრუნავი არ არის. ეს მხოლოდ მათი შტაბის რამდენიმე ამბიციური წევრის საქმეა. ჩვენ პირადად ამ წუთებში ჩვენ პირდაპირ ეთერში ჩავთვათ მარნეულს, სადაც ნოვრუზ ბაირამს აღნიშნავენ. ღონისძიებას ესწრებიან პრემიერი, პრეზიდენტი და პარლამენტის თავმჯდომარე. ისინი დღესასწაულს მოსახლეობას ულოცავენ. პირდაპირ ეთერში გთავაზობთ ამჯერად მიხელ ყაველაშვილის განცხადებას. ტრადიციულ სახალხო დღესასწაულს. მე მიხარია, რომ ცხოვრობ ქვეყანაში, სადაც ტრადიციები, მრავალფეროვნება, აი ეს დღესასწაულები არის ძალიან მნიშვნელოვანი და უხარია ყველას. ჩვენი თანამშრომლობა საუკუნეებია ჩვენ ერთად მოვდივართ და ეს ურთიერთპატივისცემა უფრო და უფრო შესანიშნავი გახდება დღევანდელ დღესასწაულთან ერთად. როგორც მოგეხსენებათ, დღევანდელი დღე არის ახალი ენერგიის, ახალი წლის, ახალი სიცოცხლის დაწყების დღე. ამიტომ მინდა რომ
ყველა ჩვენთაგანი კიდევ უფრო მეტად ენერგიულად, სიცოცხლით სავსე ვიყოთ ერთმანეთის მიმართ, პატივისცემით, სიყვარულით, სიხარულით და უფრო მეტი შევძინოთ ჩვენს საყვარელ ქვეყანას, ჩვენ საქართველოს. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ურთიერთობა კიდევ უფრო კაფიო და უფრო დიდი გახდება და მე მაქვს პატივი როგორც პრეზიდენტს თითოეულ თქვენთაგანს მოგილოცოთ კიდევ ერთხელ დღევანდელი დღესასწაული და დაგპირდეთ, რომ ყველა თქვენთაგანის ხარში ვიქნები ჩვენი ქვეყნის გასაძლიერებლად და ჩვენი ოჯახები უნდა იყვნენ უფრო ძლიერები, რადგან ჩვენი ქვეყანა უნდა გახდეს ყველაზე ძლიერი ქვეყანა და ყველაზე კარგი და ლამაზი ქვეყანა. კიდევ ერთხელ გილოცავთ და გისურვებთ წარმატებებს. დიდი მადლობა. მადლობა ბატონ მიხეილს. ახლა სიტყვას ეძლევა საქართველოს პრემიერ-მინისტრს ბატონ ირაკლი კობახიძეს. მოგესალმებით ყველას, მინდა მოგილოცოთ დღევანდელი დღე. მიხარია და მეამაყება, რომ წელს დღეს თქვენთან ერთად აღნიშნავ ნოვრუზ ბაირამს, რომელიც არის განახლების დღესასწაული და რომელიც არის სიკეთის დღესასწაული. ჩვენ ვამაყობთ იმ მრავალსაუკუნოვანი თანაცხოვრობით, მეგობრობით, რომელიც ვაკავშირებს ჩვენ ქრისტიანებს და მუსლიმებს, ქართველებს და აზერბაიჯანელებს. ეს არის ნამდვილად საამაყო ურთიერთობა, საამაყო მეგობრობა. ჩვენ მრავალი წლის მანძილზე ერთად ქმნით ჩვენი საერთო ქვეყნის მომავალს. ეს ისტორია გრძელდება დღესაც და ეს არის ის შესანიშნავი ტრადიცია, რომელიც უნდა გადავცეთ ჩვენ შვილებს და ჩვენს მომავალ თაობებს. კიდევ ერთხელ მინდა მოგილოცოთ დღევანდელი დღე, კიდევ ერთხელ მინდა მოგილოცოთ ნოვრუზ ბაირამი და მინდა ყველას გისურვოთ თქვენს ოჯახებს ყოველივე საუკეთესო, მშვიდობა და კეთილდღეობა. დიდი მადლობა, გილოცავთ. დიდი მადლობა ბატონო პრემიერო, ბატონო ირაკლი. ახლა სიტყვას ეძლევა პარლამენტის თავმჯდომარეს ბატონ შალვა პაპუაშვილს. მოგესალმებით, გილოცავ დღევანდელ დღეს ნოვრუზ ბაირამს. ულოცავ ჩვენი მშვენიერი მრავალეთნიკური სახელმწიფოს თითოეულ მოქალაქეს. ეს დღე ნოვრუზ ბაირამი ჩვენი საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი დღე არის. არა მხოლოდ მისი კულტურული ტრადიციებიდან გამომდინარე, არამედ იმიტომაც, რომ ეს დღე აერთიანებს სხვადასხვა ერის თუ რელიგიის წარმომადგენლებს. დღესაც აქ მარნეულში ყველა ერთად აღნიშნავთ ნოვრუზ ბაირამს, ახალი წლის შემოსვლას, გაზაფხულის, განახლების დღეს და რა თქმა უნდა ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ეს არის არა მხოლოდ ბუნების გამოღვიძების, ბუნების განახლების დღე, არამედ ეს არის დღე, როდესაც ჩვენ ყველა თითოეულ ჩვენგანი უნდა დავფიქრდეთ საკუთარ თავებზე, დავფიქრდეთ, რომ ეს განახლება იგულისხმება ასევე ჩვენს გულში, ჩვენს სულში და ჩვენს ცხოვრებაში. გილოცავთ ყველას ამ მშვენიერ დღეს, გვეცხოვროს მშვიდობიან, თლიან და ძლიერ საქართველოში. დიდი მადლობა ბატონო შალვა. ახლა სიტყვას ეძლევა საქართველოს სახალხო დამცველს ბატონ ლევან იოცელიანს. მოგესალმებით. თქვენ პირდაპირ ეთერში უსმენთ საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერს და პარლამენტის თავმჯდომარეს მათ მოსახლეობას ნოვრუზ ბაირამის დღესასწაული მიულოცეს. ეს იყო ჩართვა მარნეულიდან. განაგზობთ გამოშვებას. ლევან გალობლიშვილმა აფხაზეთის საინფორმაციო ანალიტიკური ცენტრის ჟურნალისტებს პროფესიული დღე მიულოცა. აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარემ ორ ჟურნალისტს გულიადა ჭკადუას და ენემეო სიდიანს აფხაზეთის მთავრობის სახელით მადლობის სიგელები გადასცა. გულიადა ჭკადუა აფხაზეთის თემაზე მრავალი წელია მუშაობს. ენემეო სიდიანი კი აფხაზეთის ქართულენოვან ტელევიზიაში ოპერატორად მუშაობდა და ომის ამსახველი არაერთი ცნობილი კადრის ავტორია. დღეს არის ქართული ჟურნალისტიკის დღე, სწორედ ამიტომ მე გადავწყვიტე მოვსულიყავი აფხაზეთის საინფორმაციო ანალიტიკურ ცენტრში მიულოცე ჩვენს პროფესიონალ ჟურნალისტებს დღევანდელი დღე, განსაკუთრებით ჟურნალისტებს, რომლებიც არიან აფხაზეთიდან, ისინი 10 წლების მანძილზე იკვლევენ ჩვენს მრავალსაუკუნოვან ისტორიას და გადასცემენ მას ჩვენს მომავალ თაობას. მე განსაკუთრებულად ქეთს ვიხრი მათ წინაშე. ეს არის საქმე, რომელსაც ჩვენ ჯერ კიდევ აფხაზეთიდან მემსახურებით, როცა ძალიან ახალგაზრდები ვიყავით და დღემდე ამ სამსახურში ვართ, რომ ჩვენს
მხარეს ჩვენს ქვეყანას ვემსახურებ. ძალიან დიდი მადლობა მთავრობის თავმჯდომარეს ბატონ გლევანს ჩვენი დაფასებისთვის. დღის სხვა სიახლეებს გაიცანთ ჩვენ ვებგვერდზე რუსთავი 2.g კურიერი კი გემშვიდობებად 3 საათამდე.